ასეთ თემას მინდა შევეხო. ხშირად წერენ, რომ აი მე ზედ ვყვები ყველას, ფეხქვეშ ვეგები და ჩემზე არავის უნავს, ჩემი აზრი არავის აინტერესებს და საერთოდაც ყოველთვის მეცხრე პლანზე ვარ და ჩაგრავენ მარტივად რო ვთქვათ. რა დავაშავე? აი ბოლოში ესეთი კითხვა ხოლმე. თქვენ არაფერი დაგიშავებიათ გარდა იმისა, რომ უბრალოდ არ ისწავლეთ თამაშის წესები. არავის უთქვამს, რომ თქვენ ვიღაცას ფეხქვეშ გაეგებით და ის ვიღაცა იტყვის, რომ უი რა დიდსულოვანი გოგოა ან ბიჭია და მოდი ფეხს არ დავაბიჯებ. კი, განაშეწუ ხდება, რომ დავაბიჯო. პირიქით მეუნება დამაბიჯე, მაგრამ მე არ დავაბიჯებ, იმიტომ რომ მე დავაფასებ მის სიკეთეს და თავგანწირვას და უბრალოდ მას დავიყენებ მეგობრად, პარტნიორად, ასე შემდეგ. ესე არ ხდება. თქვენ თუ გეგონათ, რომ იქნებოდეთ ყველას მიმართ კეთილები და ყველა იქნებოდა კეთილი თქვენს მიმართ საპასუხოდ, ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ არ გისწავლიათ თამაშის წესები. ეს პირველი. მე ვარ ფსიქოლოგი ნინიშველიძე და სხვა კითხვებს ვცემ ხოლმე პასუხს, რასაც მეკითხებით, ან რა პოსტებსაც ვაწყდები ხოლმე ყველაზე ესე აქტიურად და მინდა გითხრათ ასეთი რაღაცა. თუ მშობელს არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ერთ შვილს უფრო მეტად ჩაგრავს ვიდრე მეორეს, რატომ გიკვირთ, რომ პარტნიორს არ აღელვებდეთ ან თუნდაც მეგობარს. ხშირად ხდება ისე, რომ ერთი შვილის ვალებს ახტევინებენ მეორეს. ეს მეორეც იძახის, რომ მე ხო ყოველთვის კარგი დავიყავი ჩემი ძმისთვის, ვალებს ვუხდიდი, შარვალს ვუთოვებდი, რომ მეტყოდა არ ჩაიცვა, არ ჩავიცმევდი, მშობელიც რომ მეტყოდა, რომ შენ ძმა არ ანერვიულო, თავჯერე, მე მჯეროდა მისი. იქ რაღაცა მეგობრები სადმე რომ მიდიან, ჩემი აზრი არ აინტერესებთ. რაღაცა არ ითვალისწინებენ ჩემ აზრს, სად უნდა წავიდეთ, რომელსაც ასე შემდეგ. ანუ მე ვარ ყოველთვის მეცხრე პლანზე. პარტნიორს არ ვაღელვებ. რატო? იმიტომ რომ გამორიცხულია მოიგო ასეთი წესებით თამაში, რომ მე მოდი კეთილი ვიქნები და სამყარო გადამიხდის. მოდი ესე ვთქვათ, ჯერ ხო არ გადაუხდია. ხო და ესე იგი რაღაცაში არ აქვს საქმე, ხო? ანუ რაღაცა კარგად არ მიდის. ესე იგი თქვენ არასწორად თამაშობთ. არასწორი წესები გაქვთ აღებული. მე არ ვიძახი იმას, რომ რაღაცა კბილი-კბილის უნდა იყო და რაღაცა გავეშებული გამიკეთა, მეც გავუკეთებ, არ გამიკეთა, არ გავუკეთებ. ანუ უნდა ჩააჯინდეთ ადამიანებს და ყოველი სიტყვა თუ თეთრი დაუთვალოთ. არა, მე ამას არ გულისხმობ. უბრალოდ სამართლიანობის განცდა ხო გაქვთ, რომ ადამიანები გექცევიან უსამართლოდ. და აი ამ განცდას რატო თქუნავთ თქვენში? გგონიათ, რომ ძალიან კეთილი თუ იქნებით, დაგიფასდებათ? მაშინ წაიკითხეთ პოსტები, სადაც ადამიანი წერს, რომ აი რაღაცა 50-ს გადავაბიჯე, ყველას აზრს ვითვალისწინებდი. დედამთილი ფეხებს მაწმენდ და ქმართან ერთად, ანუ ქმარი რო დაიღლებოდა ფეხების შეწმენით, მე დედამთილი ჩაენაცვლებოდა რომ რამე და ჩემს ოჯახსაც ფეხებზე ეკიდა და მეუბნებოდა რომ გაუძელი ამ ოჯახს, იმიტომ რომ მე გავუძელი თავის დროზე და შენც უნდა გაუძლო. რამე მოიგეს ამ ადამიანებმა? არა, მეც გეტყვით, რომ შვილებიც კი არაფასებენ ხოლმე. ასე რომ, თუ არ გინდათ მათი ბედი გაიზიაროთ, დაფიქრდით იმაზე, რომ ჯერ არ არის გვიანი რაღაცების შეცვლა. ზოგადად არასდროს არ არის გვიანი, მაგრამ თუ ხვდებით, რომ ადამიანები სარგებლობენ თქვენით, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ორი რაღაც. პირველი, გამბედაობა, რომ ადამიანებს უთხრათ არა და მეორე, სიბეჭითე. რას გულისხმობ ახლა ამაში? ფსიქოლოგთან რომ მიხვალთ, ფსიქოლოგი ერთ კონსულტაციაში თქვენ ვერ გადაგიწყვეთ ყველა პრობლემას. გამორიცხული ამბავია ეს. მაგრამ თუ თქვენ იქნებით თანმიმდევრული და ბეჭითი, თუ თქვენ შეასრულებთ დავალებებს და სერიოზულად მოეკიდებით თერაპიას, ამ შემთხვევაში თქვენი ცხოვრება ნამდვილად შეიცვლება უკეთესობისკენ და მიიღებთ იმ პატივისცემას, რომელსაც იმსახურებით ნამდვილად თქვენი ახლობელი ადამიანებისგან.